მოგესალმებით, მოკლედ დავბრუნდით. ამჯერად ბლოკ რაიოლში წინაზე როგორც ვატარებდით სუპერლიგას სოკერში, მან ჩავატარეთ 4 სეზონი, მაგრამ მე ბოლოს უკვე აღარ ვტევდით, 4 სეზონი ჩატარდა და ამჯერად უკვე ბლოკ რაიოლში ვატარებთ. ბლოკ რაიოლშიც ჯგუფური ეტაპი იყო, მაქედან დავდეთ რამოდენიმე თამაში, მაგრამ ახლა უკვე პლეიოფი და აუცილებლად ყველა დაიდება. აქ ეგრევე ცეცხლა პრესინგზე არის მოპარა ბურთი. ლობსას იგივე დაითვიარია და თავთავში და სლო გოლი გაიტანა საერთი. ბარჩას versus City-ს შორის გამარჯვებული შეხვდება რეალისა და დორტმუნდის გამარჯვებული და ასევე იქნება PSG versus RB და ბასტარდი versus აჯაქსი. და აქ ამასობაში ლონსა რევენს აპირებს აკეწლა გოლს თავის თავუპასა და როგორი სწრაფი გოლი გავიდა. 1-1 გაათანაბრა ნაითმიერმა, როგორც ჩანს ნაგი დაამუყამა, იმიტომ რომ წინა მატჩებზე ჯგუფურ ეტაპში თამაშობდა ხოლმე ნელრინი, ამჯერად ნაგითია და საკმაოდ კარგად თამაშობს. უნსკაიზეზე პასი აქ ცეცხლასგან, როგორც ჩანს ჩვეულებრივი ლეგენდარი ნაგით თამაშობს, დაუბრუნა პასი, აიღო კიდეც ცეცხლა და ლუმსა დაცვაში არის, სუპერფოვარდი დაცვაშია და ძალიან კარგადაც დაიცვა. და პასი გააკეთა ტრაპით, გოლოსტი ვნახოთ რას მოიფიქრებს, ოფიშა და ოფიშა შადო ყავს, გააკეთა დრიბლინგი, დაპასა, აქ როგორც ეს პერფექტ პასი არ ქონდა, მამედა გამოდის და იღებს ბურთს. და ასევე აქ ხედავთ მამედასგან გძელ პას, PSG-ში იყო მამედა ჯგუფურ ეტაპზე და ჩვევია ესეთი პასები ნელრინით და ამჯერად ცეცხლაზეა პასი, ცეცხლა 1-1-ზეა და რა გააკეთა დიდი შეცდომა დაუშვა ბურთი გაეცა და ასევე ბარჩას მეკარე ძალიან კარგი არის, ერთხელ თამაშობს, წინა მატჩებზე ეწერა დარსო თუ საბა ეწერა, 7-7 საბა, ლომსა აქ სოლოზე ცდილობდა ბურთს, ძალიან კაი პასი გაუკეთა ბარჩას მეკარემაც, დაკარგა ბურთი და აქ ხედავთ ცეცხლას ევეიკი, ნახოთ რას ხრებს, ორი არჩევანი აქვს, იმიტომ რომ ორი დარტყმა აქვს საესავე ეიკინგს, ჯერჯერობით დრიბლინგს ეყენებს და ვნახოთ. მგონია რომ პირველი დარტყმისთვის არა, მგონი მეორე დარტყმისთვის ხო გამოიყენა და ვნახოთ თუ გაიტანს გოლს. ასევე მანამდე შევხსენებთ ინფორმაციებს. City ჯგუფში გავიდა მესამე ადგილას, ხოლო ბარჩა ჯგუფში მეორე ადგილას გავიდა. მაგრამ ორივე გუნდს 10 პოინტი ჰქონდა ჯამში, დაარტყა ცეცხლამ და მეკარეს სეივი. აი სეივი იყო. ამასობაში როგორც ხედავთ, მეკარეს აქ ნელისაგი და ნელისაგი დაკეთებს პასებს, ხოლო მამედა City-ს მეკარე აკეთებს ნელრინით პასებს, აქ ლევანი მაგითი გააკეთა და ნელნაგიზე პასი, არ გამოვიდა, კაი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ლევანი იმას ვერ მიხვდა და ამის გამო შეიძლება დაისაჯონ. აქ მოპარა ანდრიამ როგორც ჩანს, ცეცხლა მიდიოდა შეტევაზე, მაგრამ მოიპარა კაისერით და უნსკაიზის გაუკეთა პასი, ვნახოთ რას გააკეთებს, ადრიბლინგებს ჯერჯერობით, როგორც ნაგი ყავს მას. აქ ვერ წაართვა საე და აქ აპირებდა ნაგი ტრაპს, მაგრამ მოპარა რა მოხდა მოკლედ. ძალიან აიბნენ ორივე გუნდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც City-მ გაიტანა, ჯერ ტრაპით აპირებდა უნსკაიზი დარტყმას, მერე მოპარა კაისერის ვოლეით და ბოლოს მაინც ცეცხლამ გაიტანა, ცეცხლას დუბლი ამასობაში. ვნახოთ აქ ლომსა რა სიზამს და მაბედო კიდე ერთი, როგორც არის ის ნელნაგის დარტყმები. აქ რანაირი გოლი გაიტანეს, ჯერ დაკარგა ლომსამ ბურთი, მაგრამ მაინც დაიბრუნა და დაარტყა კარებში. შეცდომა იყო ცეცხლას ეგრევე პერფექტ პასი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ პერფექტს ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ დაცვა გამოიყენა საეში. ვნახოთ აქ უნსკაიზი რას მოიფიქრებს, საკმაოდ კარგად მატაობს, საკმაოდ კარგად დრიბლინგობს უნსკაიზი. აქ უკან დევიდზე ნომერ 1-ზე, ასევე შევასწავლეთ, რომ დევიდზე იყო აჯაქსში გადავიდა მანჩესტერ სიტიში, ტრანსფერი გახსნილი იყო ჯგუფური ეტაპის შემდეგ. ვნახოთ აქ ანდრია რას გააკეთებს, კაისერის იმპაქტი დაარტყა, მაგრამ საკმაოდ მარტივად აიღო მეკარემ. და აქ პრესინგი და საკმაოდ კარგად მოიპარა უნსკაიზი, მაგრამ აქ შეცდომა დაუშვა. მაინც City-ს აქ ბურთი, აქ პასის გაკეთება ცადეს და დიდი შეცდომა დაუშვეს ისევ ლომსა და კიდევ რა ხდება, მოკლედ ერთმანეთ ძალიან კიდევ ლომსამ აიღო და ამჯერად გონი ვეღარ დაიბრუნებს ბურთს City. მიცა გოლოსტმა კიდე აიემ ფრიკის გადააწყვეტა, ნახოთ თუ გაიტანა 3-1 თუ გაჩნდება ანგარიში. აქ დაარტყა ჩვეულებრივი დაბნევა უნდა ცოტა დაიბრა, მაგრამ არ გაუვიდა და ხო შემეშალა, ხა 2-2 არის და 3-2 გახდებოდა თუ გაიგებდნენ.
მამედას კიდევ ერთი ნელრინით პასი, მაგრამ ამჯერად OP შედოვი იღებს, საკმაოდ კარგად იცავს დაცვაში, ლომსას აგვით და ევეიკინგი ჩართო. ნახოთ რას მოიფიქრებს. ნელნაგის ევეიკინგს აქვს 3 დარტყმული და რავი, თუ გაიტანს საკმაოდ გაიქნება. და ხო ასევე ვისაც გინდა ტურნირზე შემოსვლა, Discord ლინკი იქნება კომენტარებში და კიდე აღწერაში და შემოწმებით. და მაინც ვინც არ იცით, ჯგუფში ჩარჩები მასელი არჩები, უგოსი და კავაძაკი და ეხლა ეს რაგუნდი შეეცდება რომ მოიგოს პრიზი, საკმაოდ დიდი პრიზი არის, როგორც შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ. და გაიტანა როგორც ჩანს იგივე ნაითმეარმა, აქ მამედა კი წერდა რომ კატსინს მჩვენებდაო, მაგრამ არ ვიცი თუ ნამდვილია და ამასობაში სტილი გააკეთა Awakening Movies ნაითმეარმა და ნახოთ რავი დულს გაიტანს თუ კიდევ უჩვენებს კატსინს შეიძლება არ არჩვენებს მოძრაობდა აქ მამედა დავინახეთ და აიღო სეივი მამედა ჯერჯერობით ხოთზე ვერ არის მანათან დურს უშვებს ნახოთ აქ სილცეს აფრინი უსწრებს მაგრამ ვერა აქ საების ჯახი არის ოფიშადოვი და ცეცხლსადო საისმენებენ ერთი ცელია და ერთი კიდე შემტევი ნახოთ აქ ლომსა რას გააკეთებს მესამე Awakening Moves-ს საკმაოდ ახლოდან და შეიძლება გაუტანოს ცეცხლა ადრე ძველ ტურნირზეც იყო სუპერიაგუე სოკერში წესების კაპიტანი იყო თუ გახსოვთ აქ უკვე დაარტყა და მამედა მაიღო მამედაც ასევე იყო ძველ ლიგაზე და უნსკაიზიც ნუ მანშაინ სიტიში სამი კაცი ასე ვთქვათ სილსის მამედაც ჯერ იყო ზანგპეიჯებში და შემდეგ გააკეთა ტრანსფერი TSD-ში აქ სილსი ცეცხლა დაცვაში ჩამოვიდა და მოიპარა კიდეც ბურთი ნახოთ რას აკეთებს მირბის საჭირო საკმაოდ OP-ია უნსკაიზზე პასი ძალიან კაი გათამაშება იყო მაგრამ მოახერხა მეკარემ ამ ბურთის აღება მაგრამ მაინც უნსკაიზის აქ ბურთი ნახოთ რას მოიფიქრეს ამჯერად წესი დარტყმა არ აქვს და ჯობია რომ ცეცხლას მიცეს ბურთი ნახოთ რას აკეთებს სოლოზე მიდის ჯერჯერობით მიცა კიდევაც ბურთი მაგრამ ცეცხლამ ვერ დაიჭირა სამწუხაროდ აქ გოლოსტი მიუსევს რა კარგად ჩამოვიდა დაცვაში გოლოსტი ნახოთ ნაგის ტრაპით გაანეიტრალა სიტუაცია და პასი გააკეთა ლომსაზე და აქ შეელონსაიზის აღწმა დევიძე გიგა და კაი პრესინგი აქ ნელნაგის დარტყმაცა და კიდევ რატომაც არა აქ კიდევ ერთი პასი მამედასგან ცეცხლა მიიღო დრიბლინგი აქ კიდეც და აქ შეუვლია ბურთი ერთი მეტყულება არის მაგრამ ვერა არა მაინც აიღო ბურთი აქ რა ხდება beautiful shoot-ი დაარტყა პირველი beautiful shoot-ი მაგრამ არ გამოუვიდა საკმაოდ მარტივად აიღო მეკარემ ნახოთ აქ ლომსაზე პასი მართლაც არ გათამაშობს ნაითმეარი ნელნაგითი პასი გააკეთა გოლოსტზე ნახოთ რას მოიფიქრებს გოლოს ჯეგოლი არ აკატანილი კაი თანაფიქრი იყო ტრაპით უნდა რომ მიიღო მაგრამ ჩოლებრივი ნაგის ტრაპმა აჯობა აქ ნახოთ ცეცხლას აქვს ბურთი მგონი პასზე ფიქრობს გააკეთა კიდეც პასი მაგრამ არაზუსტი პასი იყო ნახოთ აქ ვინ მიუსწრო უნსკაიზი ნაგის დაშით მაგრამ აქ შეცდომა დაუშვა არა უშავს არ დაუკარგა და ამასობაში მორჩა ერთი ტაიმი ასევე სანამ მეორე ტაიმი დაიწყება შეგახსენებთ რომ რამოდენიმე სტაილი აკრძალულია და მაგიტომ არ იყენებენ როგორიცაა აიკუ კინგი და ლოკი იმიტომ რომ მასტერ სტაილია ჩარლზზე ჯერჯერობით არ ვიცით სავარაუდოდ არ აგიგზელება ჩარლზი ხალხი წვიტავს ყველაფერს ფული ვაკეთებთ ხოლმე და მან იწვიტება გამოკითხვას მოკლედ რა და აქ ასევე სიტის პრობლემა ქონდათ ერთი პლეიერი გაუვიდათ andrea აისერით რომელიც იყო და ცოტა ხანი გასული იყო რა მოკლედ პირველ ტაიმში და ეხა იმედია მალე დაბრუნდება 4-5-ზე უწევთ ჯერჯერობით თამაში ნახოთ აქ როგორ გაგრძელდება პლეი-ოფი არის და 3-2-ია საკმაოდ დაძაბული თამაში არის ჯგუფურ ეტაპში ზოგადად ესეთი მატჩები იყო ზოგი რომ დიდი ქულით იგებდნენ მაგრამ ეს საკმაოდ დაძაბული მატჩია ნახოთ აქ დაიწყო ამჯერად home team-ი არის მანშაინ სიტი ცეცხლა სოლოზე მიდის წინასე გამოვიდა ნახოთ ახლა რა მოხდება სოლოზე გადატარებას სადა ეტყობა გაბაგული იყო ვერ უკავდა მაგრამ აიღო ნახოთ აქ ლომსაზე ბურთი ლომსა ფიქრობს ასაპირებდა მაგრამ ისევ სოლოზე წავიდა ნელნაგი ნახოთ ამჯერად თუ დაასეიროს მამე და ისევ თავის თავთან გაითამაშა ბურთი კიდევ აკეთებს დაშებს და ამჯერად კიდე გაიტანა 4-2 და 2 ქულით დაწინაურდა ბარჩა და ამასობაში 4 გოლი გაიტანა ნაითმეარმა პოკერი შეასრულა ჯერჯერობით სხვას არ გაუტანია მხოლოდ ცეცხლა და ნაითმეარი იტანს ბურთს და ნახოთ ამასობაში უნსკაიზის აქ ბურთი და შეიძლება გაიტანოს და მესამე გასასვლელს გოლს გაიტანს ააგდო ტრაპით და გაიტანა თუ არა მარტო კაცაა თუ არა მესამეც
პირველი გოლი გაიტანა უნსკაიზი, სამწუხაროდ კაი მოთამაშეა, მაგრამ 4-3 კამბექის შანსი არის, ერთი გოლის გატანა უნდა და გაათანაბრებს სიტი. ნახოთ აქ ლომსა ისევ სოლოზე მიდის, რაღაცა ნაგითა გამოყენებული და მამიდა აქ როგორ მოწყვილდა. ვერ გათვალა რომ მეოთხეს მე ვერ უთავს ნელ-ნელა, მესამეზე უკვე გამოსვლა სცადა და ახლოს მისვლა და ამის გამო ძალიან კარგად მოატყვილა და უკვე 5 გოლი გაიტანა ლომსამ. რა ხდება? 5-3 არის ამასობაში ცეცხლა ისევ სოლოზე ცდის, დაარტყა და კარგი რეაგირება გასაბა. ნახოთ აქ ნაითმეარზეა პასი. ლევანძეცადა, მაგრამ როგორც ჩანს პასი გაბაგული არის ეს ბოლო დღეები ბლურში. ნახოთ აქ მოიპარა კიდევ თავისი ტრაპდენსით, როგორც ვიცი. ნახოთ აქ რას გააკეთებს გოლოსტმა აიღო ბურთი მიასწრომდნენ ხალხში. პასი გაუკეთა ლომსას, კიდევ ერთი აბილიტი ჩართო და ნახოთ დაარტყა და კიდე გაუტანა. ამჯერად უკვე ძალიან დიდი სხვაობა არის 6-3, 6 გოლი გაიტანა დაბლ ჰატრიკი ლომსამ. და რავი შეუჩერებელია ვალუეს აიღებს ძალიან ბევრს, როგორც ვალუეც არის. ნახოთ აბა აქ უნსკაიზიზე ბურთი. თუ დრო მქონდა ვიწვივის რამდენი ვალუე აქ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, აქ პასი გააკეთა, მაგრამ არა მგონია აქ ცეცხლას მიიღო, მაგრამ მაინც საბოლოოდ ციტის დარჩა ბურთი. ერთიან ბლეიკერი ვიხილეთ, ნახოთ აქ რას მოიფიქრებს, არ გამოუვიდა შეცდომა და ამის გამო შეიძლება დაისაჯონ. ისევ ნაითმეარი მიდის შეტევაზე, მაგრამ ამჯერად გაწყვეტა პასი გაეკეთებინა გოლოსზე. ნახოთ გოლოსი რას მოიფიქრეს, ლოკის ფლოუ ჩართო, მაგრამ დევიძე გიგამ ძალიან კარგად დაუბლოკა ლორენზოთი და აქ ამჯერად დაცვა რატომაც აღარ აყავთ. არ ვიცი საერთოდ არის, აქ მარტო არის, ორი ერთზე იყვნენ მეკარესთან, მაგრამ ცუდი დარტყმული იყო და ვერ გაიტანეს. ნახოთ აქ გოლოსს აქ ისევ ბურთი დაკარგა აქ უნსკაიზი, ისევ აქვს შანსი, ან ცეცხლაზე რო გაკეთეს, ცეცხლა 1-1-ზე გაყავს მეკარესთან, გააკეთეს და მეკარე გამოვიდა. რაღაცაო და გაეკეთებინა, ძალიან ახლოს მივიდა. ისევ ლომსაზე და აქ გოლი დაისჯებდნენ კიდე. ნელ-ნაგის როგორც ჩანს ლორენზო ვერ აჩერებს. ამის გამო ძალიან ბევრი ბურთი გადის, აქ ფაქტიურად არ მოქმედა და კიდევ ერთი გოლი 7-3 არის. აქ რას ააკეთებს მან შენსიტი არ ვიცი. 7 გოლი გაიტანა მხოლოდ ნაითმეარმა. ნახოთ ახლა ამასობაში როგორც ხედავთ ანდრია დაბრუნდა სიტის პლეიერი კაისერი, აქ ვერ არტყამს გაბაგულია, აგდროინდოიფლიპი და გაიტანა კიდეც ცეცხლას ამასობაში ჰატრიკი შეასრულა, მაგრამ შემდეგი მატჩიდან წესით უკვე ორი კომენტატორი იქნება. ეხლა რაღაც ბევრი უქონდა თქვი სათქმელი და მაგიტომ არ მინდოდა რომ ბატონ კმალასას ხელი შეეშალა. ნახოთ აქ ფარჩარას გააკეთებს, გადაუგდო აინფრიკის ლომსამ და აკმამე და ასეივებს, მაგრამ კარგად გავიდა. აქ ორი ნელისაგი ხო არ აყავთ, იმიტომ რომ მეკარესის ნელისაგი ყავდა როგორც მოსოვს, ან კიდე შეიძლება რეო ყავდეს. აქ მეკარემ აიღო ძალიან კარგად. აი ხო აქაც ნელისაგის დაირექტ შუტი გამოიყენა და ამასობაში ისევ ლომსა აიღოში ნელნაგით. ხო აქ წესი არის რომ არ შეიძლება 2-1 და იგივე სტაილი. არის დაიშედიან წესი. ან შეიძლება ნელნაგო იყოს უბრალოდ რა და შეშმეშალა. ნახოთ აქ ლომსამ აი ვეიკინგი ჩართო, მაგრამ გაუჭედა, მაგრამ მაინც ბოლოს მაინც აიღო ბურთი, იმიტომ რომ ნახოთ აქ თუ გაუვა გოლი, იმიტომ რომ ერთი ვეიკინგის გოლი გაუვიდა მამედას პირველ ტაიმში. ნახოთ აქ არტყამს, დაარტყა კიდეც და ამჯერად დაუხო მამედამ. არც დაპანიკდა, ნახოთ აქ რას მოიფიქრებს. აქ იმედია შეცდომას არ დაუშვებს მამედა, სოლზე წავა, იმიტომ რომ დაიახ შეცდომა დაუშვა ამაზე, იმედია შეცდომას არ დაუშვებსო. ანუ მამედას თავი შეცდომა ის იყო, რომ არ იცის თუ რა შეუძლია ნელნაგის. უგანელნაგის სტაილი შეიძლება აღარ თამაშობს ხმულობს და არ იცის რომ ესეთი ძალები აქვს და ამის გამო აქ კიდე ერთი გოლი გაუვა დაისჯება ამის გამო და ამასობაში 8-4 არის და 8-4 არის ანგარიში უკვე ორმაგის ხოვით იგებენ. ნახოთ აქ რას გააკეთებს. აქ აპროტესტებენ როგორც ჩანს სიტის პლეიერები, მაგრამ გადამოწდა ყველაფერი და კულდაუნი ადგილზე არის. აქ კაი დაცვა იყო და ნახოთ ლოკის ფლოუ ჩარტ და აქ შანსი, მაგრამ შეცდომა დაუშვა უკარა და წავიდა. ვერ მივხვდი. უნსკაიზი არის შეტევაზე, ნახოთ რას გააკეთებს. სოლოზე მიდის პასი გააკეთა ცეცხლაზე საკმაოდ კაი პასი ხომ შეუძლია მიუსწროს, მიუსწრო კიდეც. ნახოთ აქ გაიტანს ბოლო გოლს. და ასე აქ შეცდომა დაუშვა, საკმაოდ კარგი თამაშია.
ოფიშადოვმა დაცვაში, მაგრამ მე დაკარგა ბურთი და გაიტანა კიდევ ერთი გოლი ცეცხლა, მეოთხე გოლი არის ეს, რომელიც პოკერი შეასრულა, მაგრამ ლომსამ დაბლ პოკერი შეასრულა, 8 გოლი გაიტანა. აქ დარტყმას ეცდება, არა, პასი გააკეთა და ანდრიამ კარგად ჩაწერა, გათვალა ეს პასი, ნახოთ აქ თუ გაიტანს ანდრია ერთხელს არ გაუტანია გოლი, პასით სადაც ეს მაგრამ საკმაოდ სამწუხაროდ ოფიშადოვმა აჯობა ამჯერად ცეცხლას, აი ამ ფრიკი ლომსაზე გადააწოდა, ვნახოთ 9 გოლს თუ გაიტანს ლომსა. დრო უკვე ცოტა რჩება, კიდევ ერთი დაშები და ეს ძალიან გადარჩა აქ სიტი, შტანგას მოხვდა და ძალიან გადარჩა. ამის მე-9 გოლი გაიტანა ლომსამ. კიდევ ერთი ნელ-რიმის პასი, მაგრამ ეს შეედარებით სუსტი იყო. ნახოთ აქ ოფიშადობა პერფექტ პასი გააკეთა ისევ ლომსა და ამჯერად მამედამ აიღო ბურთი. უკვე დაამუღამა თუ რას შეობოდა ნელაგი. უნსკაიზი აქ რას გააკეთებს ნახოთ. პასები ეხნიებიან ლომსა გააკეთო მგონი. იმედია მალე შემო, მაგრამ უკვე დროც ცოტა რჩება. ნახოთ აქ ხიორხი რას გააკეთებს იგივე საბა, ბაჩას მაგარი სოლოზე მიდის და აი ხა მივხვდი რომ ჩაულებრივი ისაგი აქ არა აქ ნელისაგი ამ ძალის განმარტებით ჩაულებრივი ისაგი აქ და აქ არ გამოუვიდა სოლოზე წასვლა და გაიტანონ ეს და მე კიდე ერთი თუ გაიტანეს ოვერთაიმი იქნება და მე შეიძლება გაათანა, რომ შანსი კიდე არის. ძალიან კარგად ჩაწერა აქ საბამ და ნახოთ ცეცხლანი ისევ დაიბრუნა, ეხა ბიუზი იქნება რომ დაარტყეს, გაიტანს, მაგრამ რასაკეთებს ეს ანდრიამ ბურთი აახია და აგერ აგაკეთეს სამჯერ სამაკაცმა შანსი ვერ გამოიყენა და ნუ გაისაჯნენ და წააგებდნენ დრო აღარ დარჩა და აქ დაისჯებიან და უკვე ბარჩატესის ნახევარფინალშია. გოლებს არ შეეხება ლომსას აქ 8 გოლი, ცეცხლას 4 გოლი, უნსკაიზის 1 გოლი.